ჩვენს მეორე სტუმარს წავდგენა არ ჭირდება, უბრალოდ ნუკა აგვენაძე. მოგესალმებით. ვისარგებლებ შემთხვევით და დღეს სრულიად საქართველოს მიულოცა ძველით ახალ წელს და აუცილებლად მიულოცა ჩვენი დროშის დღეს, იმიტომ რომ ძალიან მეყვარს ჩემი სამშობლო და მისი დროშაც მეამაყება. ასე რომ გვეამაყოს თავისუფალ ძლიერ მშვიდობიან საქართველოში. გაიხარეთ. აი ხა სანამ მდინარე მოვლენებზე გადავალთ, ხა 40 დღეა თითქმის მიმდინარეობს ცენტრალურ მაგისტრალზე ოპოზიციური მიტინგები და აი ბატონი ელდარი ყავდა ნადირაძე სტუმრად თქვენამდე და ეს ჩამოაგდო ბოლოს აი რეჟისორებზე, სპორტსმენებზე და ახსენა დათო დოიაშვილი, ესე იგი ეს ადამიანი ვინც არის ის ვეთქვი რომ მუსიკალური კომედიის თეატრის მთავარი რეჟისორია და ესე იგი რამდენიმე დღის უკან გამოვიდა და ესე იგი 20 იანვრამდეო რაც ინაგურაციას დაამთხვია 20 იანვრამდეო ესე იგი ჩემ მსახიობსო რომელმაც ქვა ჩაარტყა პოლიციას თავში იმასო თუ არ გამოუშვებთო ესე იგი საშინელებას დავატრიალებო და საზოგადოების ნაწილი დაზაფრულები ვართ ეხლა დათო დოიაშვილი თუ გადაერია მტრისას და ესე იგი რა ვქნათ ეხლა ნუკა გავიხიზნოთ ქალაქიდან თუ რაღაცა გავმაგრდეთ აქა და იქნება გადაურჩეთ დოიაშვილს მე ერთი მხრივ გამემართლა იცით ბატონო პატა რომ ბოლო 30 წელია ჟურნალისტიკაში არც ესე პატარა შესაძლებლობები მქონდა რომ ეკეთებინათ ჩემი საქმე რატო ვამბობ ამას მე ძალიან კარგად ვიცნობ თავად დოიაშვილსაც ვიცი მისი შემოქმედებაც და ალბათ საქართველოშიც ჩვენ როდის დავუშვით შეცდომა როდესაც ჩვენ დოიაშვილს მივეცით იმის შესაძლებლობა რომ შეურაცხყოფა მიეღუნეთ უხუცესისათვის და იმ პლეადის მსახიობებისთვის რომლებმაც მართლა ღირებული არაერთი შემოქმედებითი გამოცდილება დაუტოვეს ქვეყანას და შედევრი დაგვიტოვეს, ხო? აი ჩვენ მაშინ დაუშვით შეცდომა. როდესაც დოიაშვილს იმდენის უფლება მივეცით, რომ მეღუნეთ უხუცესისთვის ტელეეთერებიდან აი თითისქნევით ელაპარაკა. აი მაშინ იმ დაშვებულ შეცდომას დღეს იმკის საქართველო. და ჩვენ ამას მოვიმკით მანამდე სანამ აი ამის გამოსწორება არ დაიწყება. დოიაშვილი მოდით ესე პირობითი დოიაშვილი დავარქვათ. ხო, კრებსითი დოიაშვილი დავარქვათ, იმიტომ რომ აი თუნდაც იგივე ახლა ხო მე ვერ ვიტყვი ამ მაღლობელზე რომ ის არის ჩემი კოლეგა, ვერასოდეს ვერ ვიტყვი და არ ვიტყვი. და არ ვიტყვი, იმიტომ რომ იცით რა ქალი ხარ, მოდი აქედან დავიწყოთ. ჯერ ხარ ქალი, მერე ხარ ქალი, რომელიც აპროტესტებს ძალადობას და ამ დროს დგები და ქალი ესე სილას აწნი პოლიციელს. ხო ეს რა. აი, იცით რა არის, არანაირ მორალში, არაფერში არ ჯდება ჩემთვის. მე თუ ვებძვი ძალადობას. ძალადობით ვერასდროს ვერ დავამარცხებ. და მეორე საკითხია ძალადობას ვებძვი თუ პირიქით ძალადობას ვაშეარებ ესე რომ თქვა თანამედროვეენით. ეს გამოდის ჩვენ ძალადობის გამზიარებლების და დამკვიდრების მცდელობის ალღა გვაქვს საქართველოში და რატო ვიტყვი ამას ბატონო პაატა უყურეთ რას უყურებთ ჩვენ ბოლო ერთი თვეა ნუ გარდა იმისა რომ პიროტექნიკის რაღაც საშინელებები ვნახეთ და მე ვიცი რამდენად მძიმე დაზიანებები მიაყენეს პოლიციელებს და რატომღაც არც ერთს მედიაში აი დიდ ტელევიზიებს სურვილი არ გაჩენია რომ ჩვენ თუნდაც გაგვეგო რა მდგომარეობაში პოლიციელები როგორ არის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის ნაცვლად ჩვენ ვისმენთ რაღაცა ის გოდებას, რომანტიზებას, ამ იდიოტიზმის ესე დავარქმევდი მე და ძალადობის რომანტიზებას ვაკეთებთ. ახლა ფაქტობრივად ჩვენ არ ვაკეთებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ რეალურად ჩვენს გამოვდივართ ამის თანამედროვე გამზიარებლები, იმიტომ რომ ჩვენ ამაზე ვლაპარაკობთ. სხვა გზა არ დაგვიტოვეს, რო არ ვილაპარაკოთ. და ჯამში ახლა დოიაშვილი დაიმუქრება თუ არა ახლა ნუ აი არ ვიცი ნუ ძალიან ბევრს დავცინებდი და დავცინებ და არ მომერიდება ამის პირადად მაგისტრის თქმას იმიტომ რომ მოდი რა შემოგვეთებითი კრიზისი ქუჩაში ნუ გადმოგაქვთ აღმოჩნდა რომ როდესაც აღარ ყავს მეღუნეთ უხუცესი ვისაც აგინებს დოიაშვილი აღარაფერს აღარ წარმოადგენს
იმის ფონზე გახდა დოიაშვილი. მეღვინე თუ ხუცესის გინების ფონზე გაიცნო საქართველოს დოიაშვილი, თორე თეატრების და სპექტაკლების ფონზე არ გაუცვლიათ. ჩემთვის პირადად მე მაშინ ჟურნალისტი, ახალი დამწყები რეპორტერი ვიყავი. მე გავიგე რომ არის ვიღაცა დოიაშვილი, რომელიც აგინებს მეღვინე თუ ხუცესს. ეს იყო ყურადღების ცენტრში მისი მოყვანის და მე ნელ-ნელა ეს მოხდა მისი დამკვიდრება. და რაღაცა აი ამ ხაზით და აი ხა ბევრი ესე იგი წინაპირობა აქვს დღევანდელი დესტაბილიზაციის მცდელობის ფორმები რო ესეთი არის, მაგრამ აი სწორი თქვით რა, თქვენ რომ ეს წლების განმავლობაში რაღაცა ეს კასტა შეიქმნა, ესე იგი ხელოვანები, სპორტსმენები, პოეტები, დრამატურგებიც, მაგალითად ლაჩა ბუბაძე. ცოტა ხმამაღალი ნათქვამია ხა. დრამატურგი ვარ. არც ერთი მათგანი არც დრამატურგი არა, არც პოეტი არა, არც სცენარისტი არ არის, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ იცით რა არის ხა. მაპატიე, ხო. იცი რა არის მე საითკენ მივდივარ, რომ ეს მიზან მიმართულად ხდებოდა. აი იგივე საბა ავიღოთ ჩვენ ეს პრობლემა. ესე იგი ხაზარაძე მიზან მიმართულად ამ წლების განმავლობაში რა დეისაძიდან დაწყებული რა ხალხს აჯილდოებდა, ხო? და ამითი ესე იგი ყური და თვალი ჩვენი მაყურებლის შეაჩვეთ ცნობადი სახეები გახდნენ ეს როგორც თქვენ თვით არარაობები თავიანთ საქმეში. ვერ დაამკვიდრეს, უყურე ის ვერ გადაახეს. რაღაც ნაწილში ხო შეძლეს ახალგაზრდობის. არა, ნაწილში კი, რა თქმა უნდა, ეს არის 300,000 კაცი, რომელიც ყავდა ნაციონალურ მოძრაობას, გადმოყვა და გაბევრდა მე ესე ვთქვათ, ამაში ოცნება მათ შეუწყო ხელი, ეს უნდა ვთქვათ, უნდა ვაღიაროთ, იმიტომ რომ 12 წლის მანძილზე გამოიკვება ქართული ოცნების პოლიტიკის წყალობით და ქართულ ოცნებაში პერიოდულად არსებული მოღალატეების წყალობით და რა იყავს საზოგადოებასთან ურთიერთობა, კულტურა, ხელოვნება. დააკვირდით ახლა რა კატეგორიის ხალხი დგას ქუჩაში. ეს არის ხელოვნურად შექმნილი. გავშალოთ ტელემაყურებელმა რომ კარგად გაიგოს. ხელოვნურად შექმნილი ელიტა, გამზადებული ელიტა, რომელიც აი დღეს თუ ააყირავებენ ოცნებას და აგვაყირავებენ ჩვენ. იმათმა უნდა ჩაანაცვლონ ის ხალხი, ვინც დღეს ითვლება ანუ ამ ხელისუფლების წარმომადგენლად. ანუ ის ალტერნატიული მთავრობაც აქვს შექმნილი, კულტურაც აქვს შექმნილი, კულტურის წარმოება, მედიის წარმომადგენლობა არ უჭირთ, იმიტომ რომ ფაქტობრივად აქ პრობლემა არ ქონიათ. იმიტომ გარდა აი ესეთი პატარ-პატარა ტელევიზიებისა, ჩვენ ნაკლებად ვნახავთ მართლა ეროვნული და ნამდვილად ესე ანალიტიკურ საფუძვლებზე მიმდინარე ტელეკომპანიას, რომელი ტელეკომპანია მუშაობს ამ ხაზით? არც ერთი. მგონი ჩვენ ვართ გამოგაკეთებული. ხო, იცი რა, აი პატარ-პატარა ტელევიზიები, მაგიტო ვიძახი, იცი რა, აი ამან კიდე რაღაცა ძალიან უშუალო საქართველოს სოციალურმა ქსელმა. ჩვენ ვარ გქონოდა ეს ვირტუალური სივრცეში ადამიანებს ურთიერთობის შესაძლებლობა და საზოგადოების კონსოლიდირება აქ არ ხდებოდეს, იმდენად ძლიერი. აი ეს გუნდები ყავთ შეკრული, აი ეს კასტები ყავთ შეკრული. რა ერქვა იმას პანდემიის დროს კლასტერი. აი კლასტერებად არის. მართლა კლასტერებად არის. ეს რაღაცნაირი პანდემიის ერთ-ერთი ნაირსახეობაა ეს ნაცობა. დააკვირდით რა, იმიტომ რომ ისეთი ტიპები გამოჩნდნენ, რომ ვერ წარმოვიდგენდი მე რომ ჩემთან ურთიერთობაშიც რომ რას ამბობ ნუკა და ესენი და ისინი და რა ნაცები, რის ნაცები და ეროვნული და პატრიოტული და მართლა მჯეროდა ის გულწრფელად მელაპარაკებდნენ, მაგრამ კაცო დღეს ვხედავ რუსთაველზე დგას და მემაგინებს. ანუ ესე იგი გუშინ მე რომ მელაპარაკებოდა ესე ორმაგი სტანდარტი, ხო? ალბათ ზურგსკენ როგორ დამცინოდა, თქვენ წარმოგიდგენიათ? აი, რამდენად აი მასხრად აგდების აი ესენი ვიყავით ობიექტები, ჩვენი კატეგორია. გესმით, აი ეს გვიყურებენ, ну კაი რა, ეხა თქვენებს კი დიხათ ფეხებზე. მე ჩემებად მიმაჩნია ჩემი სამშობლო. ჩემი სამშობლოსთვის სასარგებლო პოლიტიკაში ვინც გაატარებს, ჩემი არის ის. აბა ხა აქტივისტები კი არ ვარ ჩვენ ოცნების. თუ ჩემი სამშობლოს წინააღმდეგ ის რაღაცა ნაბიჯებს გადადგავს, ვეღარ იქნება ჩემი. რა თქმა უნდა. ვერანაირ. აი ამის გააზრებაც არ უნდათ, ამის ჩადებაც არ უნდათ, იცით? დეჰუმანიზაცია ხო გააკეთეს პოლიციის ეს მცდელობა, ხა სხვა რა არის, ხა გიად გებუაძე, ხო ეს ბათუმის პოლიციის შეფი. აი
მიდიხარ აი დედაკაცი მაპატიე ხალხსაც და ესე ხელს არ ტყავ ადამიანს გამორიცხოთ რომ არ არის პოლიციელი არავინ არ არის ადამიანია რა მაპატიე ნუკა და რაღაცა ეხა აი თქვენ კარგად გაშალეთ ეს თემა რომ ხომ არ იყო ეს პროვოკაციის ველობა რომ ამ პოლიციის უფროს უკან დაებრუნებინა რამე ესე ქმედება არა ბატონო პატას უბედურება იცით რაში არა ბატონო პატა უბედურება იცით რაშია რომ ეს ადამიანი მართლა არის ამაზე წამსვლელი ის მართლა მოძალადეა ის მართლა მოძალადეა ეს პიროვნება სიმართლე გითხრა აი ნებისმიერ ფსიქოლოგთან აი ფსიქიატრის თემა უფრო არის ალბათ რა რომ დადგე და განიხილო ესენი მართლა დარწმუნებულები არიან რომ ქვეყანა მაგათ ხელშია რომ აი შეძლებ იმიტომ რომ დაარწმუნეს ამის ტრენინგები აი კანვასის ტრენინგები ისაც ჩვენ ახეთ ის არაფერი არ არის ბატონო პატა ის რაც ჩვენ ახეთ ის რისი ნახვის საშუალებაც მოგცეს და იცით რამდენი პაესტკები ეს ტრენინგები ტარდებოდა ჯერ სანამ აი ეს რუსეთში იყო ეს ფრთაძლიერი ნავალნისტების ესე ვთქვათ რომელიც საკმაოდ კარგად იყო რუსეთის სახელმწიფო ძალებში მედიაშიც დადიოდნენ იქ ტრენინგებზე საინტერესოა დადიოდნენ ევროპაში ტრენინგებზე უკრაინაში სანამ ომი დაიწყებდა ეს იყო აი ეს როგორი სახის ტრენინგები ტრეშ მეტალით რომ თავდებოდა მე ტაშპანდურებით და ერთმანეთში აღრევებით რა აი ეს არის რატო არის ხა მე მაგალითად ფაქტ-ჩეკერების ეს გადაღებული თემა მე მაგალითად ერთ-ერთი სტატუსი ბოლოს დამიბლოკა საბერძნეთის ფაქტ-ჩეკერმა რას ამბობთ სერიოზულად შენახული მაქვს სპეციალურად დასკრინული მაგრამ რომ მეთქი ხა რადგანაც აკრძალა ამან შეიძლება ესეც გაქრეს მე რა თქო დავსკრინე და შევინახე მას საბერძნეთიდან დააბლოკინეს ჩემი თავი ეთქო კინწურაშვილი ვერ მომწვდა რა არის მაინც Facebook-ს აქვს თავისი იდენტიფიცირება როცა დაცვის რაღაცა მექანიზმები გიცავს და მოუწვდა საბერძნეთიდან აი ამით იცით რა მე ვიჯექი ვფიქრობ მე რაღაცებში ჩავიხედე რაღაცა ეს არის ჩვეულებრივი ქსელად გაკეთებული ორგანიზაციები რომლებმაც ფრთები გაშალა ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ძალიან გაშალა ფრთები და ეხა მე ტრამპს არ ვიტყვი ამერიკაში ტრამპმა არ გაიმარჯვა ესე დავარქვათ პირობითა ტრამპიზმი რომელიც იდეოლოგია აქვს ამ კაცს რომელსაც საგარეო პოლიტიკაში დიდი ძვრები არ ექნება მხოლოდ ექნება იმ ხაზით სადაც მისი იმიჯი არ დაზიანდება მე იმედი მაქვს რომ ესენი რასაც აკეთებენ დააზიანებს ტრამპის იმიჯს თორე ის რომ ტრამპი საქართველოს ახლა ლამაზი თვალებისთვის თავზე ხელს არ გადაგვისმევს ამაში ეჭვი არ მეპარება ერთადერთი რაზეც შეიძლება აქ აქცენტირება გაკეთდეს რომ ისე მაგათი იმიჯის გაფრთხილების თვალსაზრისით გააჩერონ ესენი თორე სხვა მხრივ ფეხებზე არ კიდე ამერიკა საქართველოში აირევა აიწეწება პირიქით აწყობთ საგარეო პოლიტიკის ვექტორისთვის ახლა ჩვენთან არეულობა აწყობთ იქ თურქეთაზე მოქმედების ბალასტი გაიზრდება აქ სასომხეთთან საფრანგეთი გააძლიერებს თავის გავლენას იქ აზერბაიჯანს ისევ შეუქმნიან პრობლემებს, იქ სხვა ქვეყნები გაპრობლემდება, იმიტომ რომ ეხა რაც არ უნდა უზბეკეთმა, ყაზახეთმა და შუა აზიის ქვეყნებმა ილაპარაკონ, საქართველოს მაგათვისაც მნიშვნელოვანია, არა მარტო რუსეთისთვის. არა მარტო რუსეთისთვის, ესე ვთქვათ, ყავადაღებული თემა და არა მარტო ჩინეთისთვის. იქ კიდე ძალიან ბევრი ქვეყანაა, ვისთვისაც ჩვენ, აი ესე ключевая როლი, აი ესე რომ ვთქვათ, რა გაჯვარედინი ვართ, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა. დერეფანიც არა ვართ. ჩვენ უფრო ვართ ამ ქვეყნებს შორის. და აი ესეთი ერთი მიმართულებით კი არა, 4 მიმართულებით ხიდი ვართ, რა გზაჯვარედინზე და აი ჩვეულებრივად და ვის აწყობს ჩვენთან მშვიდობა გარდა ამ ქვეყნებისა. თურქეთს არა აქვს პრობლემა, იმიტომ რომ თურქეთისთვის ჩვენ არ წარმოვადგენთ იმ ინტერესს გარდა დაუშვათ რუსეთიდან ენერგომატარებლებისა და მაგას ნებისმიერ აქ ომიც რო იყოს, მაგის პრობლემა თურქეთს არც არასდროს არ ქონია. ჩვენთან რო ქვეყანა ინგრეოდა, ეგ პროცესი არ შეჩერებულა. კი. ხო და გამომდინარე აქედან ახლა ისევ ჩვენ უნდა გვეყოს ჭკუა, ხო? საქართველოს ქართველებს უნდა გვეყოს ჭკუა, რომ აი ამ ავანტიურაში არ შევიდეთ და ნუ ტიპები 40 დღეა გვითხრევენ აქეთ. და არ ვიცი, რომ არა ძალოვანი სტრუქტურები. აი ნამდვილად ყველა მათგანის წინაშე ყველა მინისტრის წინაშე, ყველა დეპარტამენტის ხელმძღვანელის წინაშე საქართველოს ექნება მადლობა სათქმელი. იმიტომ რომ ჩვენ ისეთი რთული პერიოდი გადაგვალახინა. უნდა ვაღიაროთ არა პოლიტიკურმა, არამედ ძალოვანი სისტემების სწორმა პოლიტიკამ, ორგანიზებულმა პოლიტიკამ და თითეული პოლიციის თავდადებამ,
რომ ფაქტობრივად დღეს საქართველოს გამოათრიეს მხრებით. დაათრევენ კიდე, ჩვენ კიდე არ ნუ კაი 20-მდე, აი რას ველოდე, 20-ის მერე რას იზავენ. ან რის მოსწრებას ცდილობენ, ნუ გავიგე ახლა, დღე არ გავა ამერიკამ რომელიღაცა ქვეყანას სანქციები არ დაუწესოს. ბოლოს იმდენ სანქციებს დააწესებს, გეფიცები თვითონ აღმოჩნდება ამ სანქციების იმაში. ჰაგის მოსამართლეები და სანქციები. არა, ზუსტად რა დრო დავთვალე ბოლო ერთი კვირის მანძილზე 4 ქვეყანას ერთი კვირის მანძილზე. ნუ რუსეთს და იმას არ ვთვლი ახლა ჩვენ მეხუთე მეექვსე ვართ. ჩვენს გარდა 4 ქვეყანას დაუწესეთ კიდე სანქციები. დაახლოებით 100 კომპანია ჩასვეს კიდე სანქციებში და საბოლოო ჯამში ის იმდენს იზავენ, რომ ეს სანქციები თავად ამერიკას მოაქცევს რაღაც იზოლაციაში. იცით, იმიტომ რომ შენ რა ისე მკრძალა, მე ამკრძალე, ის აკრძალე, მე ავკრძალო, ყველა ჩემ გარეშე დავრჩები მარტო. აღარ მეყოლება პარტნიორი, იმიტომ რომ ხა ევროპა რამდენად პარტნიორი ევროპას ისეთი გაუკეთა ამერიკამ, რომ აი უნდა არ ვიცი რანაირად მოხერხდა ეს სამწუხაროდ. მოხერხდა ის, რომ კრიზისია ხა გერმანიაში რეცესია, ეკონომიკური კრიზისებია ყველა ქვეყანაში თითქმის. გერმანიაში გამოკვეთილად და რაც თავარია ეს გამოკვეთილი კრიზისი უფრო და უფრო უღრმავდებათ. და ნუ აღარა მაქვს ლაპარაკი საფრანგეთზე და აი დანარჩენ ქვეყნებზე, იმიტომ რომ თუმცა მაკრონი და შოლცი ყოველთვის იცვლიან, რომ საქართველოს უყურეთ ერთი კვირა აქ დარჩენილი ბაიდენის ადმინისტრაციას და ყოფილი ნაგლობა, ნუ ტიპები ერთ კვირაში აღარ არიან და სად იქნებიან რო არ იციან. და აი ტიპები გამოდიან ისე რომ თითქოს აი მსოფლიოს მართავენ, გესმის? აი გვარებიც არ მინდა დავასახელო, ელემენტარული ეს ხუჭუჭა პრესპიკერი რო ყავთ ერთია. ისიც კი ისე გელაპარაკება, თითქოს მსოფლიოს მართველია, გესმის? შენ ვინ ხარ? შენ რას ქვია ხამა ამოიღე? იმიტომ რომ მე ესე მინდა ესე იქნება. და ეხა ნელ-ნელა ესეთ მაპატეცო და უხეშად ვიტყვი, ყველა ქვეყანა ნელ-ნელა ეს ჩვენი კატეგორიის ქვეყნები ნელ-ნელა ეუნება ჩააფურთხეთ, შორიდან ოღონდ ეუნებიან. ხო, აი მოდი. კარგი ახსენეთ, კარგი რა არის მაგას ჩაფურთხებაში, მაგრამ რაღაცა ის ახალი ისა აქვთ რა, ესე იგი რომ თუმცა იცით რა არის, რომ თქვენ აუცილებლად ახსოვებათ, ნუ კაი ხა ყველაფრის მოვლენების კურსში ხართ ბოლო 30 წელია და გია ბუღაძის ინიციატივა გახსოვთ ხო იქ ერთმანეთს რო აფურთხებდნენ ისა და ასე რომ რესტორანში სადმე თუ მოკარეთ გია ბუღაძის თვალეს ასრაფოთ უნდა გამოხვიდეთ საქმე რა შეეცით აი მე მაგალითად მიმართავ ხა ყველა რესტორანს და კაფეს ხელმძღვანელს გაემიჯნონ იმიტომ რომ ჩვენ ერთ დღეს იყო საქართველოს ესეთი სიტუაცია და იქნება ისევ. აღმოჩნდება რომ მაგათი ბიზნესი არის წამგებიანი. ამისთვის მადლობა უთხრან, აი ეს ჩააფურთხეს ინიციატორებს. იმიტომ რომ მე პირადად ძალიან დიდი ხანია მართლა ვერიდები იმას, რომ არ მქონდეს რამე კონფლიქტი, შიშიკი არა, კონფლიქტს ვერიდები. მე ვიცი ჩემს გარემოცვაში ძალიან ბევრი ადამიანიერიდება, რაღაც ესეთ აი თუნდაც მოვერიდეთ იმას, რომ ჩვენ ბავშვები არ გავიყვანეთ, რუსთაველზე არ გავასეირნეთ. ძალიან ბევრმა 80%-მა ამ ხო, იმიტომ რომ იქ გინდა თუ არა ხო, გინდა არ გინდა შენ რო კონფლიქტი აი ნახეთ ხო ბესო ზანგურს რა გაუკეთეს 8 ბავშვთან ერთად ხო მვიცით რამე გამოძიება მე როგორც ვიცი გამოძიება მიმდინარეობს აი გამოძიება კი მაგრამ ხო არ არიან ჯერჯერობით არის სიახლეები არ ვიცი სიმართლედ არც მომიკითხა მაგრამ თვითონ ფაქტის კონსტატაციას ვაკეთებ ნობა და 8 ბავშვთან ერთად იყო ოჯახი 8 ბავშვთან ერთად თავისი და მეგობრი შვილები აი წარმოიდგინეთ ახლა ეს ხო ნათელი მაგალითი იყო რომ შენ იქ რომ მიხვიდე ეს შეიძლება მე გადაიზარდო სამოქალაქო დაპირისპირებაში ამას ჩვენ ხო ვაცნობიერებთ და ისინი ხო ამაზე სპეციალურად მოდიან ხო მაგათ მიზანიც ხო ეგ არის კი ნამდვილად ეგ არის და თუნდაც აი ეს გარტყმა აი მამაღლობელის პოლიციელზე მაგას ემსახურება აი ეგ ხონდა ხედელობაში ეგ რაზე იყო გათვლილი აი მამაკაცურ ღირსებაზე რა აი ეგ მე რაც თქვი წეღან ეგ ხონდა მამაკაცურ ღირსებაზე გესმის რომ აი მე ამაზე წამსვლელია მე შენ გაგარტყავ მე შენ გცე მე შენ მაპატიეთ მეგობრებო ფეხებს ვერავის ვერ მოსჭყავთ ფიგურალურად ხო ფიგურალურად რა იცი რა აი შეგნება სისუსტეთ მიაჩნიათ თქვენ რას თქვით ახლა ნუ კანახეთ რომ ჩვენ ამას ვერიდებით იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს 90-იანი წლების გამოცდილება და ეს ჩვენი ქვეყანა არის ჩვენი სახელმწიფო არის და ახლა იქ თქვა ვიღაცის
მორევას დიდი არაფერი არ უნდა, ხო? ჩვენ 100 ჯერ მეტი ვართ. მაგრამ ჩვენ ამითი ამ არ სარგებლობთ, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაწყობს აქ ჯერ ერთ სიტუაციის არევა. მეორე საინვესტიციო გარემოს დაზიანება ეს არის მაგათი მთავარი მიზანი. ეხლა უცხოელები რომ ნახავენ რომ აქ მოქალაქეებიც ერთმანეთს დავერიეთ, ხო? სულ ბატონო, ბატონო, რაღაცა ძალიან მაგარი რაღაცა უნდა გითხრათ რა. კიდე გითხრათ ვის ბიზნესს აზიანებენ? დანეთ. თავისი მომხრეების. იმიტომ რომ ძირითადად ეს ბიზნესები, რომლებზეც ახლა ისინი ლალალა ძალიან გრძელ დიდ გულზე არიან, ეს მცირე მეწარმეები, ეს კაფესმე პატრონები, აი ეს ტიპები არიან ძირითადად მაგათი თანამოაზრეები. რა მოხდება გინდათ გითხრათ? დაუზიანებენ ბიზნესს, აუცილებლად გაკვეტრდებიან ამ გაფიცვებით. აუცილებლად დაედებათ ყადაღები, ყადაღის მერე აუცილებლად მოხდება ბიზნესის დახურვა და მერე გამოჩნდება ახალი ხალხი, ვინც გახსნის იგივე ბიზნესს და ქვეყანა ამით არ დაზიანდება. აი ამაში როგორ ავარიცით დარწმუნებული. ასე რომ აზიანონ ერთმანეთი, გაიფიცეთ, არ იმუშაოთ, არ გადაიხადოთ. იმიტომ რომ ჩვენ მე მაგალითად ხო მიზანი მართულად დამყადაღა სააკაშვილის ხელისუფლებამ და თქვენით იყადაღებთ და დაიხადაღეთ რა გავაკეთოთ ახლა არ უნდა შეუშალოთ ამაში ხელი თუმცა მე მაინც ვთვლი რომ ოცნება ქართული ოცნება ხელისუფლება ცოტა უნდა გამოფხიზლდეს იცით რა გქითხით აი თავისი მომხრეები, ის ადამიანები, საზოგადოების ის შეგნებული ნაწილი, მეტად დააფასოს და მიცეს იმის შესაძლებლობა, რისი გაკეთება შეუძლიათ. დღეს უამრავი უჭკვიანესი ადამიანი, უჭკვიანესი ჟურნალისტი, არა მარტო ჟურნალისტი, თავის დარგის პროფესიონალი, ზის სახლში და მოთმინებით უყურებს აი ამ მარაზმს და უყურებს იმას, რამდენი აი უბრალოდ გონება ჩლუნგია დაფასებული. და აი პროფესიონალურად შეეწყო, ნაცებს პროფესიონალი, რა პროფესიონალიზმი გქონდათ ხალხო, რამ გადაგრიათ, როდის მოასწრებდნენ პროფესიონალებად ჩამოყალიბებას. 2003 წლამდე თუ არ გქონდათ ეს ჭკვა, მერე როდის ან მერე რა გააკეთეს, ვინ არის კარგი პოეტი, აი ესენი, რომლებიც სასქესო ორგანოების იქეთ ფანტაზია რო არ მიდით. აი ამიხსენთ ან გია ბუღაძის შეფურთხების, აფურთხეთ ერთმანეთს, შეგერგოთ კაცო. შეგერგოთ. არ ვიცი, იცით, აი, უნდა მოხდეს, აი ეს ელიტა არსებობს საქართველოში, მაგრამ ელიტა ზის სახლში. სწორედ. ინტელიგენცია არსებობს საქართველოში. ეკამამალაძე არის ელიტა და ესა თამრიკო ჩოხომელიძე. ხო, გვაჩვენეს მაგათმა როგორი ელიტაა. გვაჩვენეს მაგათმა, ჩვენ რას წარმოადგენთ. ის გოგო, ისა ეკა კვალიაშვილი, ამდენი ხანი რო არ ჩანდა არაფერში და არა მაგალითზე უცებ გამახსენდა ხო ჩვენ 12 წლის მანძილზე ახალი თაობა დავკარგეთ კი ბატონო ჩვენ ნიჭიერება დავკარგეთ იმიტომ რომ ის უყურებს რომ ნიჭიერება კი არ არის საჭიროა რომ აი ამათ გაუქანო ესე რაღაცა ერთი ადგილი და მე გახსნილი გაქვს ყველა ეთერი გახსნილი გაქვს ყველა კარი გახსნილი გაქვს ყველა მიღებაზე ხარ მიწვეული გესმის და ეხა მე ხო მახსოვს მე ხო დავდიოდი მიღებებზე მეტნაკლებად ნუ მქონდა პატივი მეც ხო იცი ჩვენ თურმე აი ეს ვინც ძირითადად მხარდამჭერებად მოვეზრდით როდესაც ისები ნუ ესენი ც დავპატიჟოთ ჩვენც ვიყავით თურმე ამ მიღებებზე მე ძალიან გვიან გავიგე თორემ მე ეს მომწოდნო და ალბათ არცეთ მიღებაზე არ მივიდოდი უბრალოდ იმიტომ რომ თავი ვიგზენი შეურაცხყოფილად აი მეც რო არ ვიქნები კი არა იმას რომ უფლება არ ექნება სია გააკეთოს ვინ უნდა იყოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღნიშვნის მიღებაზე ის რო არ გამიკეთებს მესიას და ამას რო გამიკეთებს ადამიანი ვინც მართლა სახელმწიფოს და სამშობლოს ემსახურება აი მე ვილაპარაკოთ და ამის გაკეთებას მხოლოდ პოლიტიკური ნება უნდა ბატონო პაატა ამის გაკეთებას არ ჭირდება ამის გაკეთებას სწორი პროექტების გატანა უნდა სწორი პროექტების რეალიზება უნდა სწორი აი ნაწარმოების დაფინანსება უნდა თუ არ ვარგა ნაწარმოები გეგმას ნუ შემისრულებ რა აი უნიჭო პოეტს უნიჭო მწერალს ნუ მომახვევ რა თავზე რა
ან კინორეჟისორს. ან კინორეჟისორს თუნდაც. კი, ან აი ბოლო წლების ერთადერთი რაც მახსენდება, აი რომ მკითხო, მანდარინებია. ეგ მინდოდა მე თქვა და ისიც გარდაგვეცვალა ურუშაძე ესეთი რეჟისორი. აი ერთადერთი რაც მახსენდება მანდარინებს, всё, მეტი აღარაფერი აღარ მახსოვს. ხა ისეთი ის არ არის მანდარინებთან ამოსატანია, მაგრამ აი იმედზე რომ გადიოდა სერიალები მაგალითად ცხელი ძაღლი, ხო? აი მაშინ იყო იცით რა, მაშინ იბადებოდა აი ეს კინოინდუსტრიის სხვადასხვა მე მქონდა ზუსტად მაშინ ჩავერთე ეს კინოპროდიუსინგის შესწავლა, მაშინ დავიწყე და მაინტერესებდა კარგი სფერო. აი მაშინ იბადებოდა და ძალიან ცოტა, ძალიან მალე მოვიდა სააკაშვილის რეჟიმი. და ეგრევე ჩაკვდა ეს ძალიან კარგი სხვადასხვა ჩვენ ეხლა რა კარგი ის მუშაობდა მაშინაც კასტინგი. პირველ არხს 90-იან წლებამდე ძალიან კარგი სატელევიზიო თეატრი ქონდა, ხო? როგორი დადგმები იყო. ჩვენ რა გავაკეთეთ უყურეთ, ვინ იყო მაშინ აი ახაბრიშვილი იყო მე მგონი, ხო? რეჟისორი. არეშიძე, თუნდაც აი არა მე ვამბობ სატელევიზიო თეატრის. რატომ მოხდა ეს გეტყვით? ჩვენ იმ პერიოდის ვინც იყვნენ ჟურნალისტები, კორიფეები, სამწუხაროდ, მაშინ ჩვენთან არსებულმა, აი ომებმა და ყველაფერმა ჟურნალისტები შეიწირა. ხო, ჟურნალისტებიც მე ხელოვნებაში მქონდა სატელევიზიო თეატრი, ახაბრიშვილი, ამან გამოიტანა ზუსტად ეგ. რატო არ შეგვეძლო ეს გაგვეგზელებინა, ხო? ჩვენ ბევრი რამე შეგვეძლო ბატონო პატა და არ გავაკეთე. ეს დარე სერიალები, არ ვიცი 24 საათი ამ ტელევიზიაში. ჩვენ 90-იანი წლების მერე არა მარტო დასავლეთის ლიბერალიზმი დაგვაჯდა თავზე, ჩვენ თავზე გვაჯდა რუსეთის ლიბერალური ხაზიც. აი ეს ხაზი რომელსაც დღეს ნავალნისტებს ეძახიან. ხო, აი ვისაც დღეს ნავალნისტებს ეძახიან, ესე ვთქვათ რა. ფაქტობრივად ჩვენი ანექსია და ოკუპირება თუ მოხდა ერთი მხრივ ტერიტორიულად რუსეთიდან, მეორე მხრივ მოხდა იდეოლოგიურად დასავლეთიდან და ეს იყო შერწყმული. კი ბატონო. ეს იყო შერწყმული 30 წლის მანძილზე და ეხლა ხდება ამ ყველაფრისგან ჩამოწმენდა, ჩამორეცხვა. და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აი ხელისუფლება ამ შემთხვევაში მართლა სწორ ნაბიჯებს გადადგას, იმიტომ რომ თუნდაც ამ ხელოვნების სფეროში ჩემო ნუკა ნახეთ რაღაცა შეიძლება აი მაგალითად ეხა ეს კარგი პროექტია ვთქვათ, აი საახალწლოდ, სააღდგომოდ ამ ზეიმებზე რომ რაიონულ ცენტრებში დადიან ეს მსახიობები, ანაზღაურებაც აქვს, მომღერლებს, მაგრამ რაღაცა სისტემაშიც უნდა მოექცეს, ხო? რატო ბატონო, ხელოვნება გიქვია, მაგრამ ხელოვნურად ვერ შექმნი. მესმის. აი ეს არის მთელი უბე. ჩვენთან სანამ ეს ხელოვნურად ხდება რაღაცების ტირაჟირება და ეს ხდება ზუსტად აი ეს ნაცების დამკვიდრებული ეს არის ხელოვნური ტირაჟირება. აი მანამდე ჩვენ ეს პრობლემა გვექნება. იმიტომ რომ ხელოვნურ ტირაჟირებაში ყოველთვის იკარგება ნიჭიერება. ყოველთვის იკარგება ნიჭიერება. ფაქტი არის. ხო, არ არსებობს რომ იქ გამოჩნდეს, იმიტომ რომ უყურეთ ჩვენ როცა აი გასაკანს არ ვაძლევთ რაღაცას რომ თავისუფლად განვითარდეს და სიტყვაზე არის უზურპირებული ეთერები, არის უზურპირებული ივენთები, ესე ვთქვათ, კონცერტები და იქ სადაც გარკვეული კლანური კი. კლასტერული ალბათ, უფრო კლანური. გასაგებია. უფრო ისეთ როგორ არის აი ნეპოტიზმსაც და უფრო კლასტერულს მაგიტო ვეძახი, რომ ეს ორივეს იმაშვება ერთმანეთში შერწყმას აკეთებს. კი. შესაძლოა, იმიტომ რომ დიდი ფულია სახელმწიფოსგან ფინანსდება, საკმაოდ მილიონები გადის. გესმით, აი ყველაზე სასაცილოა, ყველა კონტრაქტორი კომპანია არის ნაცების. ყველა კონტრაქტორი კომპანია. და რატო გვიკვირს ჩვენ დღეს? და იცით ისინი რას თვლიან, რომ სახელმწიფო კი არ უხდის, აი ეს მართველი ძალისგან, ხელისუფლებისგან კი არა. ეს იმიტომ აქვთ მაგათ, რომ აი იქ დასავლეთიდან ამათი იცამენ და ზუსტად იმათი ბრძანებით აკეთებს ამას ოცნება. აი ესე იციან. ესე არის დამკვიდრებული, გესმით, ამას ესე აღიქვავენ. რა იქ რო იბრძანა იმან საელჩოში ვიღაცას რაღაცა და ამან ეს კი როგორ არა სია გადმომცაო პოეტებისო 5 თუ 6 გვარი იყო რომელსაც დაფინანსება არ შეეძლო. აბა როგორ ფიქრობთ, გახსოვთ ერთ-ერთი წიგნის იმაზე ბერლინში ფესტივალზე ცისფერი ჩოხით რო კი აი ცისფერი ჩოხი და რა დონეზე უნდა გძულდეს შენი ქვეყანა ეს რო გააკეთო. აი აქედან გამომდინარე ხა ნუკა აი ხა ქართულ ოცნებამ წინასაარჩევნოთ განაცხადა რომ ნაციონალურ მოძრაობის გასამართლებას გეგმავდა და უკვე დაიწყო ესე იგი წინასამუშაოები ესე ვთქვათ
ამის აღსასრულებლად. ეხლა დაგვიანებული რო არ და ადრე რო უნდა ამაზე შევთანხმდით და აღარ გავაგრძელოთ და ეს რო შეცდომა იყო მინიმუმ და აი როგორი მოლოდინები გაქვს თქვენ პირადად რო ეხლა აი აქედან რა გამოდნება? იცით რა არის მე ხა არსებობს ერთი რეალო სურვილი და რეალობა. ხო, აი სურვილი გასაგებია რაც სურვილი იყო და არის და იქნება ყოველთვის რომ ანალოგიური ძალა როგორც ნაციონალური მოძრაობა არ არსებობდეს ამ ქვეყანაში. ავგრძელეთ ნაციონალური მოძრაობა, სხვა პარტიებს რას უშვებით, ვინც ნაციონალური მოძრაობისგან გაიშალა. ხო, რა განსხვავება მაგალითად ლელოსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის. ან ქვარამიას და იმაში. იმიტომ რომ ჩვენთვის გაცხადებულია ყველაფერი, რაც ვიცით. ამ ქვეყანაში დამალული რა უნდა გამჟღავნდეს. ადეიშვილი ხელმძღვანელობს ახლა ხო პროკურატურაში განყოფილება, სადაც მე როგორც ვიცი, დასკვნებით არის საქმეები, საბრალდებო დასკვნებით არის გამზადებული და ეს თაროებს გადმოიყონ ეს საქმეები და იმის მიხედვით ჩაატარონ აბა კომისია. მაშინ მივესალმები. იმიტომ რომ იქ უკვე გამზადებული საქმეები დოს პროკურატურაში, რაც მე მაქვს ინფორმაცია, გამოკვლეულია, გამოძიებულია, ბევრის რეაბილიტაცია არის მომხდარი კი. მოდით რა იქიდან დავიწყოთ. მოდით რა იმ ხალხისგან დავიწყოთ, ვინც რეალურად დაზარალდა და დღემდე აი ამის რო იტყვენ შედეგებს იმკის. დავიწყოთ იმ ხალხიდან. მივესალმები. 2008 წლის ომის დროს საქართველო რო გაყიდეს და ის რო სააკაშვილმა მოზომა სამხრეთ ოსეთის ტერიტორია კოდოს დაარქვა აფხაზეთი, ეს ჩვენ ვიცით, ამას დამტკიცება არ ჭირდება. ეს დამტკიცებულია საერთაშორისო დონეზე. ტალიანის დასკვნა არის 100%-იანი დასკვნა. ქართულ ჯარისკაცებს დააბრალა კიდე ყველაფერი. კი. იმიტომ რომ ქართული ჯარისკაცებს ვინ უბრძანა, მოდი აქედან დავიწყოთ რა. ვიცით ხო ვინც უბრძანა. ვიცით ვინ იყო თავდაცვის მინისტრი, ვიცით ვინ იყო დაუშვათ პრეზიდენტი. რა ახალი რა უნდა გავიგო. მე ეს ვიცი, მე იცით რა მაინტერესებს შედეგები. ეს რო ვიცი, აი ამას რითი გამომისწორებ, თორე ეს მე ვიცი. ამის დაკანონება გინდა, კარგი, მაშინ კანონი გამიკეთე ისეთი, რომ ჩემ ქვეყანაში აი ნაციონალური მოძრაობის დონის პარტია ვერასდროს ვერ შეიქმნას. გააკეთე ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომ უცხო ქვეყნის ან არასამთავრობო სექტორს არ ქონდეს უფლება სახელმწიფო სტრუქტურების ჩარევის. გამიკეთე საკანონმდებლო ბაზაზე, რომ მე ვიღაცა NGO-შნიკმა არ გამიბედოს და ჩემი ქვეყნის, ჩემი ერთ-ერთი დიდი ქალაქის პოლიციის უფროს სახეში არ გაარტყას. აი, აქ შეზღუდა რაღაცეები და მე უფრო მეტი თავისუფლება მომეცი ამ ქვეყნის მოქალაქეს. ამ ქვეყანაზე დამოკიდებულს უყურეთ რას ვამბობ და მე და თქვენ დამოკიდებული ვართ საქართველოს, ისინი დამოკიდებულები არიან ამერიკაზე, ზოგი საფრანგეთზე. მოდი რა მე მომეცი შესაძლოა მე რო საქართველოსზე ვარ დამოკიდებული და გასაქცევიც არსად არ მაქვს. აი, ჩემნაირ ადამიანს რას ეუბნები? ეს არის თავარი. აი, ამ კითხვებზე მე როცა მივიღებ პასუხს, ჩემთვის ეს ყველაფერი მისაღები იქნება ბატონობა. ეხლაც არის მისაღები, თუმცა უყურეთ, გითხარით. კარგი იქნებოდა რომ? რა თქმა, არა, ჩვენ ეს ვიცით. მე ამაზე როგორ ჟურნალისტი მაქვს ნამუშევარი 2012-ში. მე ამაზე ხალხს ვარ შეხვედრილი, აი მიტირია დედების ლაპარაკი რომ მომისმენია. და როდესაც ერთ კვირაში გამოცხადა კოჰაბიტაცია, მე ეს დავაჯექი და ვთქვი, რომ ეს არასოდეს არ მოხდება. 12 წლის მერე მოხდება, ისე როგორც ეს არის გაცხადებული, არ მოხდება ბატონობა. ეს იქნება კიდევ ერთი манипуляციის თემა. ნუ ძალიან დიდი მადლობა მინდა. მადლობა თქვენ. როგორც ყოველთვის თქვენი სტუმრობა ჩვენთან ძალიან საინტერესო ინტერვიუთი მთავრდება და ესე იგი მოთხოვნა მექნება და თხოვნაც რომ უფრო ხშირად გვეწვიოთ და ჩვენი ეთერი ესე იმზიდველი გახადოთ. უღრმესი მადლობა. ძვირფასო რადიო მსმენელებო და ტელემაყურებლებო, მე ვფიქრობ, დღევანდელი ძალიან საინტერესო ეთერის შემდეგ გემშვიდობებით მე ორშაბათამდე ხუთშაბათს ნინო ხაჩიძე გააგრძელებს რეალურ აქცენტებს. მადლობა. პოლიტიკა